გამარჯობა. მოგესალმებით. Სამდაკო ძალაშია ჩვენ ვიწყებთ. ჩვენ დავიწყოთ 20-დან წამოსული 4-ეულის, რომელიც ჩემი პარტიად მე გადაკეთდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მომხრეები ყავს, მათ ხას და ხაზი არის მარტივი, ჩვენ თავი ჩვენამდე გვეყუდნესო. ეგ ჩერგოლეიშვილმა ძალიან არასწორად მიიწერა ლეონტ ღუნიას სიტყვები, გვეკუთვნოდესო თქვა, გვეყუდნოდეს გაუწყდათ, ან ორიგინალში გვეყუდნოდეს არის. მოკლედ, დღეს საინტერესო წერილი გამოაქვეყნეს ის რო ამბობ ალ-ყაიდასკენ მიდის ასოციაცია. საინტერესო წერილი გამოაქვეყნეს, სადაც რომლის მოკლე შინაარსი ის არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები 6 მილიარდიან დახმარებას გვაყვედრის, თუმცა ეს 6 მილიარდიანი დახმარების მიზერი მოხმარდა რეალურ საქმეებს, დიდი ნაწილი წავიდა ეგრეთ წოდებული დემოკრატიის გამყარებაში, რაც ამერიკულივე NGO-ებისათვის და მათი NGO-ების ქართული ფილიალისთვის უდიდესი კოლოსალური თანხების გადახდაში გამოიხატა, რომელსაც ამ თანხებს უკვე გამოიმუშავებენ ისინი, ითხოვენ რა საქართველოს ომში ჩაბმას. აი ეს არის მონახაზი მთელი აი ამ წერილისა. დღესვე გამოვიდა ამერიკის ელჩი და თქვა, რომ ეს 4-ეული 4 კაცი, არა მთავრობა, არა პარტია მართველი, არამედ 4 კაცი დიდ ზიანს აყენებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. დემოკრატიის მომგონი ან უბრალოდ ყველაზე მაგრად განმავითარებელი ქვეყნის ელჩი, რატო ფიქრობს, რომ ვიღაცა 4 ადამიანის აზრი, რომელიც დაცულია ჩვენი კონსტიტუციით, ამერიკის კონსტიტუციით, დემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციებით, არის რაღაც კატასტროფის მომასწავლებელი. არა, პირიქით ესენი ადამიანები გამოდიან და რაღაცებს ლაპარაკობენ. უბრალოდ ეს რაღაცები თვითონაც იციან, რომ ბევრს მოსწონს და არის სამართლიანი. და ამაშია საქმე. და სამართლიან ლაპარაკს ვერანაირად ვერ დაუშლის ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მართლა თავისუფალ ქვეყანაში. ჩვენ კიდე ერთხელ უნდა გავიმეოროთ ის, რომ ესე იგი დასავლეთი სხვა არაფერია, თუ არა დასავლეთისვე კრიტიკა. ანუ დასავლეთში თუ განვითარდა პოლიტიკური პროცესები, სოციალურ-კულტურული პროცესები, ეს ყველაფერი გამოიწვია აზრის და გამოხატვის თავისუფლებამ. რაც გულისხმობს იმას, რომ აი ამერიკის მთავარი კულტურული თემები, კულტურული მოძრაობები, რაც არის შიდა დასავლური კრიტიკით შეიქმნა, იქნებოდა, არ ვიცი, ბიტნიკები, ჰიპები, ისინი ესე ყველანი ცალსახად, ან კონტრკულტურშიკები, ხო, აკრიტიკებდნენ დასავლეთს, მაგრამ ეს არის ყველაზე ამერიკული. და როდესაც ამერიკას აქვს ის პოლიტიკა, რომ ესე იგი ეს პრინციპები მარტო ჩემთან იყოს, მაგრამ თუ სხვა ქვეყანას თან მაქვს მეურთიერთობა, იმას სხვა პრინციპებით უნდა ველაპარაკო, ანუ არა ჩემი პრინციპებით, ხო? მიხვდი? აი ეგ არის არასწორი და ეს ნიშნავს, რომ მეორე ხარისხოვან ქვეყნად ვართ განხილულები, ხო? ეს ნიშნავს, რომ ორმაგი სტანდარტია ეს. ძალიან არ გვექცევიან და ხშირად დავლენ. არ გვექცევიან ისე, როგორც იქცევიან თავისთან. ეს არასწორი მიმართებაა, რა თქმა უნდა, და ჩვენ უნდა გავიაზროთ ალბათ პოსტსაბჭოთა კომპლექსებიდან უნდა გამოვიდეთ, იმიტომ 90-იან ჩვენთან რა მოიტანა რა. ესე იგი პოსტსაბჭოთა ტრანზიციის პერიოდში დავაგდა როგორ შალვა ბაჭო, როგორ დავაგდა რა, რომ ყველაფერი დასავლური იყო კარგი 90-იანებში და ყველაფერი საბჭოთა იყო ცუდი. აუ ეგრე გადავაგდა. არა და რეალურად ხო საბჭოთა კავშირი არასდროს არა. რა თქმა უნდა შავი და თეთრი ეგრე არსად არ არის. არასდროს არა. ესე იგი საბჭოთა კავშირსაც ჰქონდა თავისი ძალიან სწორი როგორც კულტურული, ასევე სოციალური პოლიტიკა, ძალიან სწორი, იმიტომ რომ თანამედროვე ევროპამ და სკანდინავიურმა ნაციებმა მთლიანად გაიღო და მეორე მხრივ ხო დასავლეთის ესე მიღება უაპელაციოდ რომ მას პრობლემა არ აქვს, ყველაფერი დასავლური კარგია, ჩვენ გვაქცია უკანასკნელ პერიფერიად. აი ამ მოვლენა, აი ამ მიმართებამ რომ ყველაფერი დასავლური კარგია და ეს ყველაფერი გაამძაფრდა ნაცებმა მე. პირდაპირ შევხედოთ Fox ვინც ინგლისური იცის. მოდი ერთ დავამთავრებ, ნაცები იყვნენ კულტურულად მონები, ჩვეულებრივი მონები. არა მარტო ნაცები. კონკრეტულად ნაცები არ, კიდე ბევრი ვიცი მე, ვითომ ნაცები რო არ არიან. ვითომ ნაცები რო არ არიან და რუსეთ უმეობას რო გვიკიჟინებენ ახლა. იმიტომ რომ ასე ვლაპარაკობ, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ. ავიღოთ არხი Fox-ი, ხო, ყველა მითდეს არხი, ხო? დაგუგლეთ, დუგლით, როგორ თქვა მოგომ? Google search-ი. Fox-ი, აი ხა რო იმას უტრაკებენ, რა ქვია, ბიჭებს ალტიფოდა, ხო? ხო. ალტიფოდი აჯერ უფრო ანტიდასავლურია. ხო. ანუ ანტიამერიკულია, ესე რო შეხედო. ანტილიბერალური, თორე ანტიამერიკული. არა, ამგაგებით არა, იმიტომ რომ გამოვიდა მე ბაიდენი და Fox-ის მაყურებლებს ფაშისტები უძახა, კაცო, ამერიკის მტრები უძახა. ესე იგი, ჩვენ გვეუბნება
იქ არის ყველაზე დიდი პოლარიზაცია. ჩვენ გვეუბნება ამერიკა, რომ პოლარიზაცია არ გინდათო და გამოდის ამერიკის პრეზიდენტი და ვინც მას არ აძლევს, ამერიკის მტრებად რაცხავს. ეგეთი რა, სულ იყო ორპარტიული სისტემა. როგორ შეიძლება ნახევარ შენი ქვეყნისას, ხო? სულ ეგრე იყოფოდა. დიდი ანგარიშით არც ერთ პარტიას არ მოუგია არც ერთ არჩევნებზე. როგორ შეიძლება ნახევარ შენი ქვეყნისას უთხრა რომ შენ ხარ ამერიკის მტერი და ხარ ფაშისტი თითქმის. ხო და ჰოქსმ რო უყურო, გამოდის რომ ის ამერიკელებისთვის არის წესიერი ამერიკელების როგორც ახლა ლიბერალები ამბობენ, რა ვიცი ფაშისტური ტელევიზია. არადა პოპულარობით არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი. ასე რომ ამერიკას არის პოპულარობით როგორ ძალიან დიდი რეიტინგი როგორ არის ამერიკაში? არა, ზუსტად ახლა ბოლო მონაცემები არ ვიცი, მაგრამ სამეულში შედის. ბაჭო, შენ ხო არის? სამეულში შედის. შემთხვევით. მოკლედ ყველაზე CNN-ია. რა გიქნა გური? ახლა შევალ და არ ვიცი თქო გითხარ, მაგრამ სამეულში რო შედის. სავარაუდოდ, კაი. რა გინდა, ნახო ახლა? მე ნახე ბაჭოს საუბარი რო იქნება. შენ დასერჩი, მაგრამ CBS-ი არ იყოს პირველი. თორე ჩამოგვექცა ყველაფერი თავზე. ამერიკას ხო ჩვევია რა, ესეთი დემოკრატიის იმპორტის ძალადობრივი განხორციელება ბევრ ისტორიულ მონაკვეთში, ამასწლოვანი ისტორიის მანძილზე გვაქვს ნანახი. და ნუ რატო არ გასაკვირო ჩვენთან შეიძლება იგივე სელობა იყოს. ამასთან, როდესაც საუბარი არის ამერიკაზე და ამერიკა არის, როგორც მისი ჰიმნი გვეუბნება, Home of Brave და Land of Free. ანუ მამაცების სამშობლო და თავისუფლების ქვეყანა. აუ ის რომ არსებობს დღევანდელ საქართველოში 4 პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც საუბრობს კრიტიკულად და არ ეს მხოლოდ კრიტიკულად საუბარი, რაც დამატებითი რა ამ თემაზე გადაცემა არ არის, უბრალოდ კრიტიკულად საუბარი არის ფაქტებზე დაყრდნობით. თანასწორად საუბარი. ხო. ანუ რეალურად ეგ ჰიმნი ამათ პრობიასა და გებდრო, რომ ეხლა ამერიკაზე კრიტიკულად ილაპარაკო აქედან, ხო, არა, მარც იმავეც მოითხოვს. ხო. მეორეს მხრივ, კი, თავისუფლების ნაწილია ის, რომ შენ გააკრიტიკო ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის ის ლიბერალები, რომლებიც განსაკუთრებით ლანძღავენ, არიან ლიბერალები, რომლებიც ამბობენ, რომ კრიტიკა შეიძლება ყველაფრის პატრიარქით დაწყებული, მერქით დამთავრებული, ხო და ეხლა ამერიკის კრიტიკა რატო არ არის შესაძლებელი? თან ეს ლიბერალური ბაბლი, ვინც ამერიკის ჰიმნზე ფეხზე დგება და გულზე ხელს იდებს და ვერ მღერის, იმიტომ რომ ტექსტი არ იცის. იმიტომ რომ და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ანუ ამერიკაში ესეთი იკონური რაც არის, ყველაფერი მოწონდა. რეალურად პერსონაჟები რო ავიღოთ ამერიკის მე-20 საუკუნიდან მივყვები, კაი, მანამდეც არის, მაგრამ მე-20 საუკუნიდან მივყვები. ყველა აბსოლუტურად ყველა დიდი იკონური ფიგურა ამერიკელი და ამერიკის კულტურულ წიაღში მოღვაწე თავის შემოქმედებით არის ამერიკისადმი, ამერიკული კაპიტალიზმი იქნება ეს თუ ამერიკული სახელმწიფო მოწყობა იქნება ამერიკული სოციალური პრაქტიკა, მისი კრიტიკოსი. იქნება ეს ჰემინგუეი, იქნება ეს ფიცჯერალდი, კაი, ლიტერატურა თუ იქნება ეს დრაიზერი, მოიცადე ერთი წამი კაცო. გადავიდეთ, იქნება ეს სკორსეზე, რომელიც ყველას ევასება, ხო სკორსეზეს ყველა ფილმი ამერიკის სოციალური პრაქტიკების კრიტიკა არის და ამერიკული კაპიტალიზმის კრიტიკა არის. ანუ მარტო განგსტერს ხო არ ხედავ? იქნება ეს კოპოლა და მაგის ნათლია, ანუ მაგას დიდი ამერიკის კრიტიკა არის. ჰოლივუდის კინოს ვარსკვლავები ამით იყვნენ გამორჩეულები. ადრე ახლა შეიცვალა სიტუაცია. ხო, ანუ ახლა ისეთი არის ნაკლები არის, იმიტომ რომ ჰოლივუდი ისე ძალიან ლიბერალური ბაბლში გადავიდა. ეს კრიტიკული თეორიები ჰოლივუდმა უფრო მეტად შეისის ხოლმე. იქნება ეს ბრიუს სპრინგსტენი იქნება, რომელსაც ყველა ალბომი ამერიკის კრიტიკა არის, თითქმის, მაგრამ ყველა ამერიკელს უყვარს, სწორი კრიტიკა არის. კი, რა თქმა უნდა. ანუ დღევანდელ არტისტებს როგორ არის, კანიე ვესტის სხვას არაფერს არ შვება, გარდა ამერიკის კრიტიკა იქნება. რა თანამედროვე ამერიკული რეპი, სულ ამერიკულ სახელმწიფოს კრიტიკაა. ანუ რაზე არის უდიდესი პოლიტიკოსები, რომლებიც ამერიკის არსებული სისტემის წინააღმდეგობიდან იშვნენ. მარტო ერთი მარტინ ლუთერ კინგი, რომელიც დღეს არის გააღმერთებული, ხო? რომელიც შვა რასობრივმა წინააღმდეგობამ. და რომელმაც შეცვალა და ძალიან რომელსაც მოყვა სხვათა შორის რასობრივი წინააღმდეგობამ არ იყო თლად პოლიტიკური ასპარეზი. იქ იყო შავი პანტერების დაჯგუფება, ზანგების აგრესიული ჯგუფები, ამაშიც გადაიზარდა ნელ-ნელა, რომელიც თავის დაცვას აი ამ ჩაგვისგან ასესtildeობდნენ. და მთელი ეს ამერიკის ისტორია მართლაც არის ამერიკის არსებული მაშინდელი არსებული წესრიგის კრიტიკა და დღესაც ხდება, როდესაც ტრამპი
უნდა ტრამპმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ამერიკის შტატების პრეზიდენტის არჩევნებში და რომელსაც ბინას უჩხრიკავენ, რომელსაც რაღაცებს უზღუდავენ, იმას Twitter-ს ართმევენ და ასე შემდეგ. ეს არის ამის ყველაზე ნათელი გამოსახულება. ფრენკ კაპრას ფილმები გაიხსენებ, ჯან. ფრენკ კაპრას ფილმები მაშინ არის ქვეყნის ღალატი. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ანუ ამერიკის პოლიტიკურ სისტემას ეგრე შეურაცხყოფილად არავინ არ აკრიტიკებს. და ბოლოს მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი ჰუმანიზმია. ბოლო ქართველები. ჩვენ ვამბობთ ფაქტებს, რა სიტყვენ ის 4. აგერ ძმაო, გამოდის NGO სექტორის ლიდერი გიგაური და იძახის რომ უნდა ომი გვირჩევნია, ხო? გამოდის აგერ ეგრეთ წოდებული სახალხო დამცველი და იძახის რომ ასეთ რაღაცას ბომბები მირჩევნია თავზე მციოდეს. ბიჭო, NGO სექტორი აკეთებდა რევოლუციას ქვეყანაში. დამასრულებინე რას თხოვს ეს 4-ეული. გამოდის შეკაი დედმამიშვილო ამერიკის ელჩი რო ხარ და ყველაფერზე რო კომენტარი გაქვს თუშეთზე, რელიგიაზე, სტუმართმოყვარეობაზე. გაემიჯნე რა ამ სახალხო დამცველს. თქვი რომ რაც არ არის სწორი, ის არ არის სწორი. აი მარტივად რა. ხო, აი განსხვავება რა არის? ის მაგალითად ამერიკის კრიტიკა ვახსენეთ, ისეთ იკონური ფიგურების მხრიდან რა და ეგ ამერიკის კრიტიკა არის კონკრეტული ისტაბლიშმენტის იმ პერიოდის სოციალური პრაქტიკის და ასე შემდეგ კრიტიკა. და არა ამერიკის როგორც ქვეყნის საკუთარ სამშობლოს კრიტიკა. საკუთარ სამშობლოს ის არც ერთი არ ლანძღავს. ის ლანძღავს რაღაც კონკრეტულ ან სოციალურ ან პოლიტიკურ პრაქტიკას. და ჩვენთან ვინც არიან, ვინც მაგალითად ცდილობენ რომ კრიტიკაში იმყოფებოდნენ. ანუ ისინი სამშობლოს უთხოვენ. განსხვავება ეგ. მოკლედ რო შევაჯამოთ, ესე იგი ყველა ესეთი კულტოვი ამერიკელი, რომელიც ჩვენ მოგწონს, რომელიც ჩვენ ვიცით, რომლისგანაც ვიცით ამერიკა, ხო? და რასთანაც რომლის გამოც ვიცით და რომლის გამოც გვიყვარს და რასთანაც ასოცირდება, ის არის მთლიანად ამერიკული მეინსტრიმის კრიტიკა. შესაბამისად, როდესაც შენ გეუბნებიან, რომ ამერიკა არა კრიტიკო, ესე იგი შენ გიხილავენ უკიდურეს პერიფერიად, მოგიაზრებენ ადამიანებად არ მოგიზიარებენ. ხო, უკიდურეს ეს მახსენებს ძალიან ცუდ პროცესებს, არ ვიცი, მე-17, მე-19 საუკუნის პროცესებს. ნეოკოლონიალიზმის კიდე პახო მე-20 საუკუნეში. ხო, და მე ვამბობ, რომ ნახე შენ თქვი, რომ ნაცების გარდა სხვებიც აგერ ნაცება მოახდინეს ამის ინსტიტუციონალიზაცია. მაგრამ ეხლა სისტემატიზაცია მოახდინეს. სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აიყვანეს, რომ უცხოელი განსაკუთრებით დასავლელი არ ვიცი, ამერიკელი არის უმაღლესი ავტორიტეტი. ისეთ ადამიანებს, რომლებიც ნაცებზე იფურთხება, მაგრამ იგივე განცდით ამერიკელი მოტანილი პროცესია რა, მაგას ვამბობ. მოკლედ, ჩვენ დიდი ინტენსივობით და განვიხილავთ ამ 4-ს. იმიტომ რომ ძალიან საერთ და არაფერი ის 4 კაცი არაფერში არ იტყუება. ძალიან ლეგიტიმურ შეკითხვებს სვავს და თუ პასუხისგაცემა უნდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, შეუძლია გასცეს რას და მოვიდეს ჩვენთან მაგალითად, რომ იმედში რომ მივიდა, კარგი, გასაგებია. უხერხულ კითხვებს ჩვენ დავუსვავთ. და მე რამე ვასწავლე, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პრინციპში პირველად აქვს სახელმწიფოს გამართული პოზიცია, ანუ პირდაპირ უყურებს რა თვალებში, ანუ არა ქვემოდან და რაღაცა. რასაო, რამე რო იყოს? ეგ რამე რო იყოს, ეხლა რუსეთთან რომ მაიმურობდეთ ჩვენ. რაღაცას რომ ეხმარებოდეთ და რაღაცას რომ ღალატობდეთ, ხო, აი ამ დასავლურ პრინციპებს, რეალურ მაგის იმდენი ფაქტი გაიჩითებოდა, რა ამბობ რა. ვინ დაგვაწტიდა, ვინ დაგვაწტიდა. უყურებენ გამადიდებელი ყველა სადაზვერო სპუტნიკი, ესე იგი თანამგზავრი ამ რეგიონზეა თავმოყრიდა. ეხლა ჩვენ რაღაცას ჩალიჩობდეთ, ეგ ფაქტი არ ეკნებოდათ? ანუ პატარავესი ფაქტიც რა ხდებოდა უდიდესი პრობლემა. კი ბატონო. ეხლა გადავიდეთ ძალიან საინტერესო რაღაცაზე. სნეკებზე. ნოდარა მელაძემ გააკეთა რაღაცა დებილობა, რა მოდი ესე თქვა, ძალიან სულ დებილობებს აკეთებს, მაგრამ ისეთი რაღაცა დადგა იმეგიდით, რომ სუსი უსმენს ოპოზიციას. რასაც მე და შენ კი არა, ჩვენი შვილები უკვე, რომლებმაც კარგად იციან მონტაჟი, ისინი გააკეთებენ. გაუშვა 15 წუთიანი რეპორტაჟი, რომელშიც არც ერთი მტკიცებულება არ ქონდა იმისა, რომ უსმენს სუსი, ასე ვთქვათ, ოპოზიციას. აი ხა მე გავუშვი. სანამ ჩართავ, აი შეიძლება არასწორი შედარებას ვაკეთებ, მაგრამ რაღაცით, აი ტრეშით, პრიმიტივიზმით, აი ერმალო მაღრაძეს ფილმებს გავს რა, როგორი ის კარგი. ის კეთილი არის ამაგარი. მისი დანიშნულებას ეხლა უკვე მოდი, ხო, გეტყვით, რომ ხვალ იქნება კოში ამის უფრო დაზრულებითი და ძალიან კონკრეტული განხილვა სიუჟეტის სახით დათაგვასალი ამზადებს. დღეს უბრალოდ ვერ მოითმინე და გუშინ წინ ამას რო უყურე, აი თქვენ გთავაზობთ ესეთ თათარიახლი ანალიზს. კაი, წავიდა.
ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც შაბათის ეთერის გუნდის მიერ რამდენიმე კვირის განმავლობაში მზადდებოდა. თუ ამ მავნე პრაქტიკას საზოგადოება ერთად არ ამოძირკვავს, ყველა ხელისუფლებას ექნება ცდურება. ჰქონდათ იმათაც, აქვთ ამათაც გაცილებით დიდი მასშტაბი და ექნება სხვასაც ასეთი. ხო, მოკლედ, აქ თავარი აზრი რა არის, რომ როგორღაცნაირად დაამსგავსოს ოცნება და ნაცები ერთმანეთს რა. ანუ იმას კი ხო, თავიდან ბოლომდე ნაცები კარგი ტიპები არიან. ისინი ცუდები იყვნენ და ესენიც უფრო ცუდები არიანო მოსმენის ამბავში და მოსმენის ამბავში როგორ შეიძლება ვიღაცას ეს დაამსგავსო, როცა რამდენი 1000 ფაილი 40000 გაცილებით 55000 ფაილი ვიდეო ჰქონდათ გაკეთებული. როგორ უნდა დაამსგავსო ოცნება ნაცებს, როცა ის ნაცები ხალხს აწამებდნენ, ციხეში აუპატიურებდნენ და წამება შენ კარგად ამბობ, სისტემის რანგში ჰქონდა დაყვანილი. ტოლობის დასმა ხო 2013 წელს მოყოლებული ხდება, როდესაც ნაციონალურ მოძრაობა მიხვდა, რომ მე არ შემიძლია არანაირად რომ საკუთარ თავი როგორმე გამოვასწორო, მაშინ იმას ჩამოუწევ ჩემ დონემდე. არის ის რომ ჩირქი მოუცხო ისე რომ იქნებ ჩემნაირად აღიქვა. მომაკვდავს რომ უნდა გარშემო ყველა მომაკვდა ვიყავდეს ეგ პონტია რა. დავიდა. სხვასაც ასეთი მყარი მტკიცებულებები მასშტაბური თვალთვალის ჯერ არ ყოფილა. აი, ეხლა რა არის მყარი მტკიცებულებები მართლა? ჩვენები არიან. მარშრუტკები დაიძრეს იქნება დაუწყოთ და გადაურბოს. შეუძლია სპორტული ჩაცმულები რომ არ გავიშიფოთ. მანქანის სურათი გადაიღე, ისე რომ ნომრები ჩაძნენ და მე იდენტიფიცირება ჩვენ შეძლებდა. ძალიან შორიდან გავაკონტროლოთ. მეც პატრონს ვეთქვით, იქნებ დავაჯარიმებიო. გააღვიძეთ წყაროები, რო იძახით, ყველგან ყავსო, ნაცებშიო, იმაშიო, ამაშიო. ბიჭო, ეს არის ჩემი ფავორიტი. აი, და არა, ეხლა ყველაზე მაგარი ნახე, გავში. დონარამელაძემ კატა გაახმოვანა, მაგრამ სადაც დრონის თვითმფრინავის ხმა დაადო თავის დროზე. ეს ტიპები რომ ბაზრობდნენ, რომ გააღვიდეთ წყაროები. ოღონდ ეს არც რაცია, არც ტელეფონია, პირდაპირ კამერის მიკროფონთან ან შეიძლება ითქვას სტუდიაში არის ჩაწერილი. ვინ არიან მათი აზრით? კარგი ხმის ის ხო, ხარ მე კიდე გაჩვენებ და ვინ არიან? ანუ უყურე გააღვიძეთ ნაცები ესა ისა, ანუ ძალიან კარგად ჩვენ მეტნაკლებად ვერ ყვევით ხმის დამუშავების ხარისხში, ხო? ეს არ არის არც რაციიდან ჩაწერილი, ეს არის არც ტელეფონიდან ჩაწერილი. პირდაპირ იმ მიკროფონთან ესე რომ დავიჭრო რომ ჩავრთო voice recorder-ი და ესე რომ ვლაპარაკო. იმ მიკროფონთან იმყოფებოდა ახლოს, რომელშიც ჩაიწერა ვინ? აბა ვინ არიან? ესენი მათიას. ესენი სუსის არიან. მაღალჩინოსნო. აბა ბიჭო. რომელიც აი ეს გააღვიძეთ რა თან რაღაც პახმელიაზე არის და ბორჯომი უნდა და გააღვიძეთ. აი ინტონაციებზე მე რევი кайფობ რა. შეიძლება ვაფშე ისინი არიან დაცვა ტელევიზიის მაგაზე მე ვიკაი. როგორ მოიპოვეს ეგ მასალა? კაი, გოგაშვილმა დაუშვათ მისა რაციის ჩაწერები, ხო? ჩანაწერები გოგაშვილის დაუშვათ. ამით აправებენ ამ სიგიჟეს. ეს როგორ მოახერხეს, რომ იქ თვითონ ეს ტიპები საკუთარ თავსაც იწერდნენ ამ დროს? ანუ სატელეფონო ჩანაწერი თუ არის, ხარისხი ეგეთი არ იქნებოდა. ეგ არის პირველი გოგაშვილი ჩვენ ხო ვიცით რომ ბიჭოს ჩიმილი ანტრეკოტობის პარალელურად ფილოსოფიას ხო სწავლობდა მეიჯორზე და მაინორზე ქონია ხმის რეჟისურა და გაწმინდა რა თვითონ სანამეცალა ხო ის პიტერ ჯექსონმა მოცალეობის ჯამს რომ ის ბიტლზის ბოლო ალბომის 30 საათი დაამონტაჟა ეგ ეტმონში დააჯდა და სულ ასუფთავა რა ზოგს 2 და ზოგს 3. დღეს წარდგენა რო არის მაჟორიტარების და ერთი ამბავია და ყველა იქ არის ჩვენთან არავინ არ არის წასული ან წისრებად ინფორმაცია ან შიგნიდან სურათი SMS-ი რა ხდება როგორ არის არავინ არ არის ჩვენთან და არავინ არ წავიდა ესე იგი აქ რა ხდება მეგობრებო აი აქ არის ჩვეულებრივი კადრები აღებული ლელოს პრეზენტაციის აი რაც ტელევიზიით გავიდა რაღაცა დურაკული კარდიოსქემა ანუ ვითომ ხმის ბალანსის მაჩვენებელი ეფექტი არის დადებული, რაღაცა დაძაბული მუსიკაც შეკმაზეს და ვიღაცა ტიპი ჩვეულებრივ მიკროფონთან ნახევრად ძინარე ან პახმელიაზე ბაზრობს, რომ ამბობთ ვიღაცა ჩვენებით. არავინ არ არის წასული, იქ არ არის წასული. აი ეს რა არის? და რა მაგრა ითხოვს MMS-ი, SMS-ი, ბუს ვერავინ ვერ გამოგვიგზავნა. ეს არის, ეხლა ამას კიცებულებაა, ეს არის კიცებულება. ანუ უყურე ზუსტად ესეთი თავისი აუდიო ხარისხით და ვიზუალური გამოსახველობით
ხვალვე შეგვიძლია გავაკეთოთ, ხვალვე შეგვიძლია გავაკეთოთ და კატას მე უფრო კარგად გავახმოვანო. ნუ აჩქარებ მოვლენს. კაი, დავიდა დალში. ეხა ეს საზარელი კიცებულება აჩვენეს ვის? საბა ბუაძეს. აქ იღებს კამერა. საბა ბუაძის რეაქცია ნახეთ. ეხა რაღაცას აკეთებს კონკრეტულად ამას იგებს რომ უსმენენ. ჯერ ეს ერთი ყველაფერი დადგმულია, არავინ არ უსმენს, მაგრამ დაუშვათ გააგებინა ერთმა. ეს ხო იცი ვინ არის ეს გოგო? ბიძინა იმანშვილდა რომ გააკეთა რეპორტაჟი. რომელი ერთი? კითხავები, რეალ ტივის ხალი. რეალ ტივის ხალი, რომელსაც მიყავდა სერიოზული ток-შოუ პოლიტიკური და ბიძინა ივანიშვილზე აზრი ეგ უნდა ისწავლებოდეს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მართლა ოღონდ ხუმრობის გარშემო აზრი კითხა ჩხიბავებს ხალხო ანუ ბიძინა ივანიშვილს იმდენად აშაობდნენ 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდო და ყველაფერს ცდილობდნენ და მათ შორის აიღო რეალტივი ყველაზე დიდი ონტოლოგიური ტვირთი სადაც გამოვიდა და თქვენს რომ ნათელმხილველებით დასვეს ჩხიბავები სულ რაღაცას ვიქადის ქვეყანას კაი ეხა უყურე საბა ბუაძის რეაქცია მეგობრ ვაი სოფკარი დასასრული ჟურნალისტიკის სოფკარი საბა ბუაძე ეხა იგებს რომ მას უსმენენ და რეაქცია აქ არაადეკვატური ფურცელს იგებს და რაღაცის დაწერაობდა ანდერს წერს ნახე ის არის უკანონო თვალთვალი საკრებულოს დეპუტატისთვის ახალი არ ყოფილა, მაგრამ როდესაც ჩანერგილი აგენტის გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა ვაჩვენეთ, მაინც მძიმე სანახავი აღმოჩნდა. ახლა უყურე, კიდე ერთი ფოტო მასალა. ეხლა რაღაცას უყურებენ და ჩვენ არ გვაჩვენებენ რა. დეპუტატისთვის ახალი არ ყოფილა. გაიგე? მეგობრებო, რაღაცას უყურებენ, ოღონდ ჩვენ არა, ვიდეოს, ხო? და ჩვენ ვერ ვხედავთ მაგ ვიდეოს რა. პროსტა ამის რეაქციებზე ხვდებით, რომ ეს არის როგორი საზარელი. ეხლა სტოპ-კადრებად გავუშვი. არა, ეხლა ეს ვიდეო არის საზარელი და განცდა გიჩნდება, რომ ან საპირფარეშოში გადაიღეს, ან რაღაც ინტიმურად. ჩვეულებრივ შეკრება არის ხალხთან არის შეხვედრა. არა, ჩვენ ხო არ ვიცით ამ ვიდეოში რა არის. ხო და უყურე, მე ვაჩვენებ ეს ფოტოებია. ხო, უყურე. მაგრამ როდესაც ჩანერგილი აგენტის გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა ვაჩვენეთ, მაინც აი ფოტო ნახე. შეხედე რა ფოტოა. ჩვეულებრივი შეხვედრის ფოტოები. არა, ლელოს Facebook გვერდზე რო შეხვედრა მაგრამ როდესაც ჩანერგილი აგენტის გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა ვაჩვენეთ, მაინც ჩვეულებრივი ფოტოა რა. ჩვეულებრივი შეხვედრის რაღაც ძილკი მაინც მიედოთ აქინა რომ ის უკნიდან იღებს რა. ეს აღმოჩნდა მძიმე სანახავი. არა, ეხლა როგორი პონტი იცი? რომელიმე ჩვენმა ოპერატორმა რომ ჩერეზ კამერა გადაიღოს და ეს რო გასახდეს იმას. ხვალინდელი რეპორტაჟის არიცი, გუმანით მივხვდი და ძალიან გთხოვ, ხვალინდელი ჩვენი რეპორტაჟის დეტალებს ნუ ამჟღავნე. აი ძმაო, რა ვიცი. დავიდა. ეგრე კრეატიულად მიჭრის რა. მე მივხვდი. გავუშვი. ეს თემა გავაკონტროლოთ შორიდან გავაკონტროლოთ ისლა და წასვლა ხატიეს. ხო და ეს თემა გავაკონტროლოთ შორიდან ვიღაცა რა თქმა უნდა არასუსელი ლაპარაკობს, იმიტომ რომ ეს ხმის ხარისხი ესეთი და მეოცეთი აბსოლუტურად არაპროფესიულია და ძალიან გამოკვეთილა და აი ეხლა უთვალთვალებ, ეხლა დანაშაულს ჩავდივარ, ეხლა ოპოზიცია ამ რო გაიგოს. გადაღებულია ხატია. კონტროლოთ შორიდან გავაკონტროლოთ ისლა და კანონი დავარღვიოთ, მეორე კანონი დავარღვიოთ. ხატია ჩაჯდა მანქანაში. ანუ ეს არის თვითონ თავარის გადაღებული და გამოუცდელმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს კადრები მართლა არის ფარულად მოპოვებული. არა და არაფერი ის კადრები არ არის. ეს არის ჩვეულებრივი პერებიუკა ან კამერა რო ასწორებს. ფოკუს ან სპეციალურად ამისთვის გადაღებული. ხმადებს ძალიან მანერული, რომ აი კანონს ვარღვიოთ, ეხა ბევრი კანონი დავარღვიოთ. ძალიან ბევრი ცუდი რამე ვქნათ. ეხა იქნება იმას რა ქვია, დეკანოიძის შეხვედრების ადგილები გაგვივიდეს, ზუსტად 7-8 საღამოს რო არის, ადგილები მჭირდება და იქნება ამოვიდეს, აბა კარგად დააკვირდით. არ არის აუცილებელი გამოწყებილები იყოთ და გაპარსულები თუ გინდათ ნუ გაიპარსავთ და ისე იყავთ ჩვეულებრივი სპორტული ჩაცმულები რომ არ გავიხსნათ. ხატია დეკანოიძის კადრი ნახეთ. თუ გინდა ბოტასებით ჩაიცვით, თელი დღე იქ უნდა ვიყოთ, 11 საათზე ვდგებით და მინიმუმ ღამის 11 საათამდე იქ მოგვიწევს ყოფნა, თუ გინდა ბოტასებით და ისე თავისუფლად იყავით ჩაცმულები. ეს ხრობითი ტექსტი. სპეციალურად დაადეს პატრულის მანქანის სიგნალი, რომ ვითომ ეს გარედან არის მოპოვებული. ვიდეოს, აუდიოს ხარისხი გვეუბნება, რომ ეს უშუალოდ სტუდიაში ჩაწერილი თავარის მიერ. დეკანოიძის თვალთვალი, ბიჭო. მაგრამ უყურე, ტიპები არიან სუსელები, ხო? ყველას რაღაც აკადემია ხო აქვს დამთავრებული. ესე იგი თვითონ დავალების წინ ტიპი უხსნის
რომ არ ჩაიცვათ გასტუკები და არ იყოთ გაპასულები. ანუ რა არის ეს? არ შეიცვათ ქართული ოცნების ფორმა. არა, ქართული ოცნების ფორმა აცვიაო. შლეაპა და პალტო არ გვეცვას, გაზეთი არ დავუყარო. ხატია და იმას ხო ჩვენი ხატე ბოძთან რო კამერა იღებს რა. მაგრამ ეგ რა გიმოს? ეგ ისე კარგად დავუღეთ თითი რო ეფარება. არ ზუსტად იგივე კამერა არის, ზუსტად იგივე ფერებია რა და უცებ იცი შიგნიდან, წინიდან უღებს ვიღაც ხატია დეგაროს, მან რა ხდება? დაჟე როგორ მანქანაზე არის დამაგრებული სტაბილიზატორით კამერა და კლიპს იღებენ დაჟე. იყავით არ დაიცვათ. მიმდინარე წლის სოციალ პირადი კონტაქტი ატ ჩვენი მითითებით გაწევრიანდა პარტია კანონი და სამართალი ახალჩატში. აღნიშნულ ჩატში არის თავად პარტიის ლიდერი თაკო ჩარკვიანი. აზარელი პარტიის ლიდერს მარცვანია უღებდა. როგორ მიხვდა, როგორ გაიშიფრა, იცი? თაკო მისი მეუღლე და ეს არიან ჩატში და თაკო და მისი მეუღლე ხო არ გაიშიფრებოდნენ? ანუ მაგპარტიის ჩატში უნდა ყოფილიყო. მესამე დაჯე ტიპი მივიდა და საშიშია მაგათთან თვალთვალი, იმიტომ რომ ტიპი მივიდა და თქვენთან მინდაო და ეგრევე რა თუ აგენტი არ ხარ რატო გინდა? შენან გიჟი ხარ დავან სუსიდან. კაი. კონსპირაციულად დაკრძალვებსა და პანაშვიდებსაც. და რა კონსპირაციულად გაუშვდა? აქ საკონსპირაციო რა არის? 40 ჟურნალისტი. ხო და აქ ყველაზე მაგარი ის არის, შალვა უნდა გამოვიდეს მორიგი სიგიჟე მოყვეს, ტრიბუნალს წინ და წინ არის რამდენი ოპერატორი? 1 40 რა, ბევრი რა. 4, ანუ ძალიან ბევრი ხალხი იღებს, ისედაც იღებს, ანუ კამერის წინ გამოდის შალვა და უცებ ეს ჩუმადოს ხო უნდა გადაიღო ისე ხო ვერ გაიგებ შალვა რა შვება. კი. ცალკე გირდება აქ. ეხ არის მაგარი, გამოუსწელმა ოპერმუშად მოვდა, ეხა ნახე. ის ეთერისთვის კომპრომატები საკუთარი თავის წინააღმდეგაც დატოვა. ოცნების მაიკები აცვიას და ეთყობა ჩვენები არიან. აუ, კარგია. სხვები რა ბიჭო. დავალებაზე მივიდნენ და სუსი ეწერა. სუსი ეწერა და პირდაპირ. ბიჭო, რაღაც დავალებაზე გაუშვეს ფარულ მოსწონას. აქ ეკეთათ კამერები. არა, ჩვენთან კი არა, რეკლამებს რო იღებენ, ხო იცი ის რო აცვიათ. დრონინი რო რაღაცა ოპერატორს. ჩვენთან მოვიდა ეგეთი, გახსოვს? ეგ მახსოვს ფორმულას ფორმულაში, აქ სათვალეში დიდი კიბორგ უბიცასავით რო მოვიდა რაღაცა. ტორტილა, ხო იცი? ეგ ვიცი. რეკლამებს. ეხა მაინც მათქმევინე ერთი რეკლამებს რო იღებენ, ეს რო აცვიათ. კი. დიდი კამერა რო უნდა ეგრე რომ მიდის სუსი. არა, ჩვენთან მოვიდა ოპერატიულად და უდიდესებული ახალგაზრდა ფორმულაგან და ოღონდ შეფუთული ძალიან და აი ამ ხელა სათვალით რა. ბურატინო ისაც გაქვს დანახი, ბაყაყები არიან და ბაყაყებს უკეთია და ეგეთი დიდი სათვალით. პონდი იმენა ეს ობიექტი ხო? თან ტელეფონზე ლაპარაკობდა. აი ჩავწერე. რომ მოვიდა, ხო დაგვიჟდა ეს დიდი ობიექტივი და სათვალეს არ იხსნის. ეძებდა მაღლა ოფისი გვაქვს კიდე, სადაც ანალიტიკური განყოფილებაზის და ეძებდა ბოტებს. ჩვენ ხო ბოტებს სათვალეს ხო არ იხსნის? შენობაში. არა. ხო და აი დაახლოებით იგივე თემა, ოღონდ ეგ უარესია. მივიდნენ ფარული მიყურადღებით და ოცნების მაიკებით. არა, ვაფშე პრინტი უნდა ყოფილიყო. მე სუსელი ვარ და უკან უსმე ხატია დეკანონიძეს. ხო და იმან სუსის იმან ლეიტენანტმა ან კაპიტანმა სააღო. თუ ესე დებილები მუშაობენ სუსში, რაღაცა ეშინიათ რა. კაი. დანარჩენი მეგობრებო, იქნება აუცილებლად იქნება. ხო, მარტივად რო შევაჯამოთ რა, ნოდარ მელაძე ესე იგი თავს იქებს ხოლმე იმით, რომ აქვს ექსკლუზივები. ექსკლუზივის მნიშვნელობა რო გავიგოთ, არის რა, ესე იგი შენ რაღაცა კონკრეტული მასალა ჩაგივარდა ხელთ, რომელიც სხვას არ აქვს. ეს არის ის მასალა, რომელსაც როცა გინდა, მაშინ გადააკეთებ რა. ნებისმიერი ტიპი გააკეთებს ესეთ სიუჟეტს რა. ნებისმიერი მართლა. არა, მართლა ნებისმიერი, ეხა პროსტა რომ მოინდომო. კაი. დაჟე ამაზე ბევრად მაგ. კაი, ხვალ ამათ წირვას გამოვუყვალთ. თვალთვალის ვიდეოს ძმაო დაგიდებთ ბრედ პიტის. ანუ მე შემიძლია გაგიკეთოთ ბრედ პიტის თვალთვალის ვიდეო, ისე რომ აი ამ სტილისტიკაში თუ ეს არის ფარულად ჩანაწერი, მე გედა მე ლიჩნად უთვალთვალი ბრედ პიტს. არა. ბაჭო, დაორგანიზა. მე დაჟე ის კადრს ბრედ პიტის სექსის დროს, ბრედ პიტი ყავაში, ტუალეტში, პივით, ვაფშე ყველაფერს გავაცო. რა თქმა უნდა. კი ბატონო. ეხლა წავიდა გუბაზის დროც მოვიდა. ვა გუბაზის ვიდეო. ხო უნდა გაუშვათ. ბრედ პიტის მერე გუბაზი უნდა ბრედ პიტის ხსენების მერე გუბაზი უნდა იყოს ეგრე. ოჰო, ინგო.
გუბაზი. ომი გინდათ, რომ არსებობენ მეორე ფრონტის მსურველები, რომ ეს უნდა ოპოზიციას მარტივ გეგმას გეტყვით, რაც უნდა გაკეთდეს. უფრო მეტი გააშუქეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესები. გავიგე მედიასთან მიმართებაში, მაგრამ პოლიტიკოსების გასაკეთებელი რა არის? ჩემთან ნაკლები პრეტენზიები. არა, თქვენც იმ ოპოზიციის ნაწილი ხართ. არა, პრეტენზიებს ვერ მივიღებ ჩემთან რა. ოპოზიციამ რა უნდა გააკეთოს? ამას გეკითხებით პრეტენზიები. გითხარით ის რაც არის საუბარი რა. იცი როგორ არის? რჩევებს მაშინ ვიძლევი, როცა მე მაქვს თუნდაც 1%-ის იმედი, რომ ვინმეს რაღაცას გავაგებია. ვერაგებინებ თქვენს პარტნიორებს ოპოზიციაში. საერთოდ სხვა მიმართულებთან ოპოზიციაში. მე რასაც ვლაპარაკობ, ჩემს უკან არავინ და არაფერი არ დგას. მე შემიძლია ჩემი მოსაზრება თქვა, რომელიც ფაქტოლოგიაზეა დამყარებული. როგორ უნდა დაამარცხოს სახელმწიფო ფლანგის პოლიტიკა, ნარატივი, ოპოზიცია. რა უნდა გააკეთოს ოპოზიცია? ბაჭორ ხვალე მაგალითად, რომელიც არ გაკეთდება ვიცი. უნდა შექმნას პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი. კერძოდ ახლა ლაპარაკია რომ გამოვიდეთ პარლამენტიდან კი უნდა გამოვიდეთ. უნდა დავრჩეთ იმ პარლამენტში, მაგრამ უნდა შევქმნათ ეროვნული ხსნის კომიტეტი. აი გავაჩეროთ ხანი. სიმძიმის ცენტრი რომ გავაჩეროთ. და მე გავაჩეროთ, სტოპით. დააჭირეთ, როცა გეტყვით გააჭერეთ. არ არის პრობლემა, ხალხო. ესეთი გადაცემაა რომ ეგრეთ წოდებული საეთერო ჭუჭყი მუშაობს. თოთხა ამათ ხო ხდები რეჟისერში შედიათ, რომ ზუსტად დაჭერა რაღაცა. ძალიან გაიყო, არა, ძალიან გაიყო, იმიტომ რომ masterpiece რაც არის რა ყოველი ამის გამოსვლა თავის თავს ჯობს თავის წინა გამოსვლებს ანუ ცალკე დამოუკიდებელი პერფორმანსია რა ტიპმა რა თქვა თან რა საყვარელია მეო ვარო ყველაზე ნაკაცარიო კაციშვილი არ მისმენსო კაციშვილი არ ითვალისწინებს ჩემს თავს რო ვიცოდე 1% სტაბილოდ არის ქცეული და იმას ამის რჩევები არ აინტერესებს, იმას ამის ქება აინტერესებს. ხო და რჩევები არა, რჩევები აღმელია ხო არ მოусმენს ამას. ახალ პატრონს ეძებს. შენიათ კეზე რა, ამას კარგლეც არ მიცემს. კეზე ყველაფერს. და ეგ თქვა რეალურად. მე სხვანაირად გავშლი მაგას. მე რჩევებს მარტო მაშინ ვიზრდ, თუ მაქვს 1% შანსი მაინც იმის, რომ ვიღაცა შაურმა მაჭმევსო. რეალურად მაგის თქმა უნდა. ჩემს უკან არავინ არ დგასო, ესე იგი უკვე ბაჭრობა მიდის. ჩამიშა, ჩამეხსნაო, ტალონები აღარ არის. და დავაიო ხაო თქვენ შემოფერეთ საჭმელია გუბას სანიკიძე ჯერ ეს ერთი სიაში რო შეიყვანეს ის არ არის მაინც ნაციონალ მოძრაობის როგორც პარტიის წევრი და სანამ სიაში შეიყვანდნენ თვითონაც რო არ იცოდა გახსოვთ რას ამბობდა მე ვარო დამოუკიდებელი პარტიზანიო უპარტიო პარტიზანი გახსოვთ მაგას რო იძახდა ეხაც კაზაკით ეხაც ეგ ნარატივი გაუშვა რომ პატრონი აღარ მყავსო რონინი არის რა პატრონის გარეშე სამურაი დარჩენილია გაგიზდა გუბაზი რონინი გუბაზი რონინი გუბაზი ხო და რა მაგარი ხო და პატრონის გარეშე ვარ დარჩენილი ობლადო და აბა გელოდებითო ისე სხვა შორის ეხლა სანამ მოთხოვნა არის პატარა გუბაზზე ცოტა ხანში დავიწყებ. აი შენ რო გინდოდა ბაჭო გუბაზის ყიდვა? გუბაზის თუ არა? 500 ლარად 40 წამი დარჩენილა და ბარემ ვათქვევინოთ ბოლომდე, მიდი. ჯერ ოპოზიციას პარლამენტი დაეტოვებინა. და რატო უნდა დატოვოს? რის საფუძველზე, ანუ ხდებით და მკვრით ამის გამოცდილება ხო? ამის გამოცდილება ოპოზიციას ხო და უახლოესია მომენტ უკვე შეგვიძლია. ბატონ შალვა ნათელაშვილთან ეგრეთ წოდებული ფანჩატურში შეკრებილი ძალიან იყო სიმძიმის ცენტრი. ოპოზიციის თავარი პრობლემა დღეს რა არის? ნდობა არ არის ხალხის მხრიდან. დისკუსია ხომ ჭხუბს არ ნიშნავს განსხვავებული აზრების ლაზღვაგინებას მე ვარ ორმაგ ცეცხლში. არც ერთ მხარეს მოვძონვა. მე ამ საქმეებით არა ვარ დაკავებული რა. მე გაცილებით უფრო სერიოზული საქმეებით ვარ დაკავებული. ხო, არიცია რიტა. აქ რო თქვა რითია დაკავებული, აი რითი. კონსერვატიული დისკურსიო ხოცებმა მიიღო. ისე სხვათა შორის დააჯვა ლიბერალებს. ხო და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. დაიტახურა ლიბერალების რისხვა. კი. ახლა არ მოგწოთ გუბას საკითხზე, ხო? მაგრამ აქ ყველა მაგარი რა არის, იცი რომ ტიპი ინგაც მაგარია. ანუ ამას რაღაცა წიგნები აქვს საკითხული. მამამის წიგნები მაინც აქვს. ცალსახად, არა, ცალსახად. არ მინდა. რო დაუწყო იმან ლიბერალზე, ლიბერალიზმზე ლაპარაკი. ეხა მაგის დაბრალება რა. ლიბერალიზმზე რო დაუწყო ლაპარაკი, ახლა ამის რო არ არისო ინგა. მაიცა რო როკონო და რასე იბადრება. ზუსტად, ანუ ინგა ამასთან არის ცადად არა დაჟე ეგეთ შედარება
გუბაზი შეჭამს პროსტა პირდაპირ და გადადა. იანი ხუსი იყო ეგეთი ძალიან ცნობილი ჩეხი, ასე ვთქვათ, გმირი რა, რომელიც დაწვეს კოცონზე. კათოლიკებმა იყო პროტესტანტი. კათოლიკებმა რო დაწვეს კოცონზე რო წავდნენ, ერთი მოხუცი ქალი მივიდა და აიღო შეშის ნაჭერი, რომელიც გადმოვარდა და ისევ შეუკეთა რა. დახედა და უთხრა რომ ლათინურად არ მახსოვს, მაგრამ სვიტაია პრასტატა რა, ანუ ხო ხდები. აიგარი ინგა მაგა. აი სვიტაია პრასტატა. უნდა მეუთხარ აუ გაჩენდი რა მსაგა. არა, ხო, იმიტომ რომ გუბაზე ვთქვათ, კონსერვატიზმის და ლიბერალიზმის და იდეოლოგიურ დაპირისპირებაზე ძალიან მშვენივრად დაგელაპარაკება, ანუ პლუსებსაც გეტყვის, მინუსებსაც, დისკურსულადაც გაშლის და ხა ინგამ არ ამგონია ერთ წინადადებაში მაინც განგიმარტოს, რომელი იდეოლოგია რას გამოხატავს რა. ძალიან არ მგონია. ეგ მართლა მაგას ნიშნავდა, იქ რო უყურე რო კონსერვატიზმი ოკოცებმა მიისაკუთრესო, ხო? ეგ ძალიან მაგარი. ინგამ ისე აუგდობა, აი ისე გაერიდა მაგლაპარაკს ინგამ, რომ ვერ შევიდოდა. არა, ფათა შორის ეს ისი გაგრძელებაა, იცი? ეგ არ ახალი დისკურსია. ეგ არის მიშამ რო ჯვარი ამოიღო და ბოკერია აფუჭებდა ყველაფერს ეკლესიასთან ურთიერთობას. მაგრამ იცი რა არის გუბას მეტი გუბაზე უფრო ლეგიტიმური სპიკერია, რომ კონსერვატიზმი ადიდოს ვიდრე მიშა. გობელინის ხუდით მაინც ურბენია. ხო რა, ბოლო და ახლა მიშა. რატო მაკუდი კაი ხახის დადის. მე გუბას ურბენია თქო მაგას მომავალში. გობელინის რა ეხურა, მაგრამ თან როგორ ეხურა, მაგრამ წარბებამდე რო ხონდა ეს და სპორტულები. ბავშვებს რო ჩაფუთავენ ხო იცი ზამთარში, ესე რო ხონდა აქ მიჭერილი და მიხას უყარს ოქრო და სექსი. ოქრო და სექსი. თვითონ მილიონზე რო კითხეს, კაი, რომელს არ გინდათ მილიონი, ნაგლი რა, ნაგლი. თან 21 საუკუნეში რო სიმდიდრის მოყვარულ ადამიანს ესე ახასიათებ ოქრო და სექსი შუა საუკუნეებში. მე მარტო ოქრო მიყვარს. რაო? მე მარტო ოქრო მიყვარს. კაი, მოკლედ გუბაზი გასაგებია. ესე იგი ჩვენ ხვალ უკვე ძალიან საინტერესო დროს დავუწყოთ ამ თემის გარჩევას, პირველი თემის, იმიტომ რომ მზადდება რეპორტაჟი, სადაც ინსცენირების და მოდელირების რეპორტაჟი, რომელიც ზუსტად აი 5-იანზე დაგანახებთ რა, ვირიშვილებიც არიან ნოდარასთან, ცხადია ოპერატორებს და მემონტაჟებს და ტექნიკურ პერსონალს არ გულისხმობ. არა, აი რეალტიველები ვითალას აკეთებს ნოდარა და მაგისი პადრუგა ის ჩხიბავებს რო დაძდავდა. ეგ რეპორტაჟი მეგობრებო, ჩხიბავების რეპორტაჟი მიჩნეულია, აღიარებულია როგორც ყველაზე სამართლიანო რეპორტაჟი საქართველოში. ყველაზე მაგაზე ჟურნალისტიკი არ შეიძლება რომ ჭამო რა. სამ დავასრულებთ იმაზე ვაშაძე. არ ვასრულებ კაცო, არ ვასრულებ. არ ვასრულებ. ხო და ეხლა დაგვჭირდა ესეთი მნიშვნელოვანი თემა, როგორც არის ესა გიორგი ვაშაძე. ჭიჭე. დაიწყო. კლოუნი. რა ხوار გაუშვათ ის ვიდეო. რომელი ვიდეოა? რა ილაპარაკა ბაჩო. ჩაუგდე. კიდე ერთხელ. ჩაგდებულია კაცო ჯგუფში. ხელახლა იმას. გააქვს? კი ბატონო, გაუშვით. ჩასვეს საკუთარი ინტერესი და ყველა ტომარა ფქვილიდან, რომელსაც გლეხი ეხლა ყიდულობს სოფელში 120 ლარად, 130 ლარად და ყოველდღე რო იზრდება 20 ლარი მისდის ქართულ ოცნებას. ესეთ სახელმწიფოში ვცხოვრობ. თუ გახსოვთ 2000 არა ეგ ხომ არა რისი გაგრძელება გუბაზე რო ლაპარაკობდა ყველა ქათმის ბარკალი მიდის მიშასთან ხო ანუ ეგეც ისაა რა ტოლობის თემაზე რაც ვლაპარაკეთ და რაც ვლაპარაკოთ ხოლმე სულ რომ აი მაშინ ხო ეგ არ მოგწონდა ჩვენი რა და ესენი იგივე არიან ანუ იქ თუ ქათამი იყო ეხა ფქვილია რა და პროსტა ვაშაძე მართლა შავანათელაშვილი ხო უკვე ძალიან აფსაიდში არის რა ანუ სამასხრო სივრცეშიც კი სამასხრო სივრცეშიც კი შალვას ცუდი პაროდისტი არის ვაშაძე ვეღარ ფიქსირდება საინტერესოდ რა და აგერ ახალგაზრდა ძალღონი ცავსე ახალგაზრდა რიჟიკა და კლოუნისაც ვერ და რიჟიკა შემოვარდება ხოლმე და გააცხადებს ეს რაღაცა კომენტარები და ვარკეთილში მომგზავნით ბატონო გიორგი ეს არის ახალი შალვანათელაშვილი და მე დრო არის უკვე რომ დრო არის მოთანთალდეს და ბადექონიდან რა მოხდეს უგულავა და ამას უთხრას რომ შენ ყოფილხარ რომ ახალი საქართველოს პოლიტიკის პატრიოტი ეს არის ახალი შალვანათელაშვილი ვერ დაგეთახმ იმიტომ რომ შალვანათელაშვილი სასიცოცხლო ენერგია პირის აპარატი საუბრის მანერ ყველაფერი უკეთესი ქონდა სასიცოცხლო ენერგია ამასაც მაგარია ჰაბიტუსიც ბევრად უკეთესი ეს არის გაფუჭებული შალვანათელაშვილი ანუ დასააპდეიტებელი ან არ ვიცი ნაგავში რო ჩააგდო და მოიყო რა პახმელიაზე მყოფი შალვა ეს ცუდი კლოუნია ხო არა აი ეს შეიძლება ხელადებით დააბრეხოს ნათელაშვილის სხვა შორის
საიზღარია, ძალიან საიზღარია. მაგრამ თავის ამ სიგოიმეში იყო ჯესეთი პირველი, ვინც ესეთი სტილი შემოგთავაზა. ნიშა ქონდა. ჰა? ნიშა ქონდა. ფული იშოვა. სხვა შორის იყო სერიოზული პოლიტიკოსი, რომელსაც ძალიან დიდი მისთვის, მისი ჰაბიტუსისა და პოლიტიკურ ჰაბიტუს გულისხმობდა, მისი განათლებისთვის ძალიან დიდი პროცენტი 30-მდე ჰქონდა. ხო? და აქონდა რაღაც წარსული, ხო? და ფული იშოვა. ეს როგორი თემა? გაყიდა თავი, ღირსება, ყველაფერი და იმოძრავა რა და ფული ყველგან და ყველაფერში იშოვა. ღირსებას ესეც სვეჟად ყიდის რა გინდა გას. არა, ეს აი როგორი თემა, იცი? რა ძველი ფილმი რო არის რა და იმის ახლებულ ვერსიას რო იღებენ და ყოველთვის რო უარესი არის რა. მაგრამ ეს არის შეთხოვა, როდესაც პირველი ფილმიც უტრეშესი იყო და მეორე არის წარმოიდგინე ხა ტრეში ფილმის თანამედროვე ვარიანტი, რომელიც კიდევ უფრო ბანზია რა. ეგრე დაჯდა ეს და ნათელაში. ანუ ის არა ავთენტურია. ეს არ არის, რა ქვია, პოპულისტი, ოღონდ ნიჭიერი, ხო, პოპულიზმს კარგად ვისკისაც წრუპავს, კარგად ცხოვრობს რაღაც და ის ნათლაშვილიც კარგად ცხოვრობდა, კაცო, თუ არეცები ქონდა აშენებული, მაგრამ რაღაც და გლეხს და გაჭირებული ადამიანის ობრას კარგად თამაშობს. ხო და ეს აბა ბლოკჩეინებზე ბაზრობდა და ხო რა, ბლოკჩეინები. ბოლო ნუ შაბათის შოუში მიშას დროინდელში ხუმრობდნენ რომ ალბასი უდევს იმაში. ხო და ანუ ეს იმდენად ბანზიშალვა არის, რომ ანუ ამის პაროდირებაც არ გამოდის. კარგი, თქო ხვალამდე ხვალ და თვითონ არის პაროდია შალვას. ხვალ ძალიან საინტერესო ვიდეოს გავუშვებთ ხაბეშვილზე და ეზერას მთელს სასტავზე თავდასხმები გვაქვს განუწყვეტელი, რადგან მე პირადად მიმაჩნია, რომ დღევანდელი ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხილო ფიგურა და კარი კეზერა, რომელსაც აქვს ფული, ძალიან დიდი ფული, რომელსაც რა თქმა უნდა, და ყიდულობს ეკამიშას რესურსებს. მიშლიანად ეუფლება დრაკონურად ტელევიზიებს ყიდულობს, პარტიას ყიდულობს, ხაბეშვილი იყიდა, ყველაფერს ითრებს. მელიაც ხო, თან რომელსაც აქვს ბევრი ფული, ყველაზე მავნებლური გაგებით ოლიგარქობის. ოლიგარქია, ზუსტად რაც რომ თქვა. ოღონდ კიდე ოლიგარქში ისიც არის ხო? ხარისხობრივად. ეს ანუ დამნაშავე კრიმინალი ოლიგარქი. აი ოლიგარქი ეგეთია შეიძლება, მაგრამ ეს განსაკუთრებით ომის დანაშაული ფულია. კი ბატონო, დიდი მადლობა რომ გიყურეთ, ხვალ შევხვდებით ერთმანეთს. ხვალამდე. მადლობა ყურადღებისთვის.